ტატო ერთ პერიოდში ერთ ბარს სტუმრობდა, სადაც კანჭი თამაშდებოდა სპორტული კითხვებით და მიდიოდა ხალხს აჭრევდა ხოლმე თავისიანებს კანჭს. საღადაობა იყო. ის იყო მსოფლიო ჩემპიონატის დროს იყო 2018-ისო. კანჭი მაინც მოეცა ბეცონს ისე მეორე ადგილს. 4 კაციანი მენიუ სოსისები და ამბებით. ბეცონ სპორტს მიმართავ. ტატო ვერაფერი ვერ მოიგო, წინაზე PlayStation-ი მაინც შეხვდა. ეხლა გთხოვთ, რომ კანჭის მენიუ რო გამოვაგზავნოთ, რომ ბიჭები დავждეთ და რაღაცა გული გადავაყოლოთ ტატოს მარცხს. 2018-ში იყო ეგ და მოყოლილი მააკა მე მგონი. მიშამ გააძრო ზაქარიაშვილმა, რომელიც რაღაც იხეშია. ტროტუარის გადაკეტისთვის ჩასვეს რამდენიმე დღით, და ზაგე ფორმულირება ქუჩაში ადამიანის ხალხის გავლას უშლიდა ხელს და ტროტუარზე იდგა და ჩასვეს ციხეში. მაგის გამო ხო და მაგან გაჩიტა ეგ თემა რომ პეროვსკაიაზე ერთ-ერთ პაბში იყო მსოფლიო ჩემპიონატის დროს ყოველ კვირა იმართებოდა კვიზი და ვინც მოიგებდა იმ კონკრეტულ დღეს ვინც მოიგებდა იმას კანჭს აწმევდნენ უფასოდ და ჯამურად ვინც მოიგებდა 4 თამაშის ჯამში თუ რაღაცა იმას რაღაცა ვაფშე დიდი პირდაც კანჭი იყო თუ რაღაცა დეტალი ღორი იქ ვაფშე სუპრა იყო უფასოდ თუ ფინალის დღეს იყო უფასოდ სუპრა თანგაც 4-დან 3 თამაში ჩვენ მოვიგეთ. ოღონდ ერთი შემთხვევა როგორი იყო, იცი რომ თან ბიჭო კვიზი იყო სოფლიო ჩემპიონატზე. მაგ დროს ზუსტად ერთი თვით ადრე, ალბათ ერთი კვირით თვით არა, ორი კვირით ადრე დახალი დამთავრებული მქონდა ბეთლაივმა გააკეთა სოფლიო ჩემპიონატებზე ფილმები. 20 თუ რამდენი ჩემპიონატი იყო, ყველა ჩემპიონატი იყო ფილმი და ყველა იყო ჩემი დაწერილი, ყველა სცენარი იყო ჩემი და სოფლიო ჩემპიონატებზე იმ მომენტისთვის ვიცოდი, აი რა რო გაგეღვიძებინე ღამე და რაღაცა გეკითხა 34 სოფლიო ჩემპიონატზე გეტყოდი რა და მაგაზე იყო კვიზი შეჩემა. ნუ კაროჩე ერთ-ერთი იყო გასული მარტო თამაშობდი, ყველა გასული იყო. ანუ 5 კაციანი გუნდები იყო და ყველაში 5 კაცი იჯდა და მე ვიჯექი მარტო. იმიტომ რომ 4-ვე მონაწილე იყო მოსაწევად გასული და მარტო თამაშობდი შეჩემა და მაინც მოვიგეთ. ეგეც იმიტომ რომ აი სხვაობა იყო ფაქტობრივად ის რომ მე რო შემედგინე კითხვები დაახლოებით ეგეთი პონტი იყო. ისეთი ის მქონდა სოფლიო ჩემპიონატზე მარტო ცოდნას ხوار რო გახსოვს რა. ახალი გაკეთებული მქონდა ეს ფილმები და დაწერილი მქონდა სცენარი ახალი და ყველაფერი ერთი წავაგეთ. მართან მაგარი გუნდები თამაშობდნენ ისე კი არისო, ანუ რასად როდისის მოთამაშეები, ვინც სპორტში და ფეხბურთში რკვევა, ყველა თამაშობდა რა. მაგრამ კანჭი მარტო ჩვენ ჭამით. აი ისინი ჭამდნენ, ხო პირველად მან ჭამე კანჭი ხო? მოგებული კანჭი. ნაჭამე არ მქონდა, 2018 წლამდე კანჭი ნაჭამე არ მქონდა ხეჭი. მოგევას. ხო. ა? 2018 წლამდე. ბებიაჩემ ამაჭამა პირველად. 7 ელი გვწერს 20 ლარიანი დონაცია ძალიან განვიცადე ტატო შენი წაგება არადა რეალის ფანი ვარ შემდეგი უნდა მოიგო რა განიცად მე გავამხრევ მეთქი გაუთიხარ რაღაცა მივწერე რომ რაღაცა ვაფშე არ განვიცდებ ისე ვიკაიფეო თამაშითო თამაში მე ეს ელოდებოდა PlayStation მაინც მომცენოდა რა უთხროს ტატო შენ მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურე და შემდეგ სეზონშიც ისე უფასოდ დაგიძახებთო შესარჩევის გარეშეო და ეს იყო და გაუტყდა რა მე მეხვდები რომ კანჭის მენიუ რომ აკაი ეგეთი ვაუჩერი რომ ბეცონ სპორტს თხოვ რომ კიდევ ერთხელ ვაუჩერი გადმოგცეს რომელიმე რესტორანი სადაც წავალთ ბიჭები და გულს გადავაყოლებთ მართლა 1000 ლარიანი ვაუჩერი რომელიმე ნებისმიერ რომელსაც ხელს დაადებთ არ გვინდა ახლა ეს არჩევა იმიტომ რომ რაღაცა კანჭს მაინც იმსახურებდა ტატო ჩემი აზრით იმ საოცარი თამაშებისთვის კოღოს დუგაში წნეთში ავიდეთ კოღოს დუგაში წნეთური ეზოში ვიღაც ეწერა კომენტარი რომ ის რა არის ეს ხალხი უხშემატკივრებთ შენ კიდე ყველაზე კიდიაო და რაღაც ჩემზე საიდან არ ვიცი ახან მაგიდას ხელები არ ურტყი და არ ვაყირავე და არ ვიყვირე და არ ვიტირე თუ რა გამიტყდა წაგება ясნია რომ გამიტყდა მაგრამ ნუ გუშინ უყურებდი პრესინგს შეჩემა და გავაგე რა ხდება ხოლმე 700-ით 0-ს იგებდი თუ რაღაცა მოგებული ქონდა უკვე და რაღაცა ვერ გამოიცან დაამტრია იქაურობა და რაზე ნერვიულობდი შეჩემა რო ვერ გამოიცან ეგ გამიტყდა დავიგე მაგრამ ხა 20 ქულა ქონდა იმ იოანეს შეჩემა 30 და შენ ქონდა 240 და დავეჭია როგორ ამის დედა ბიჭო მაგაზე ხო არ არის ქულებზე და იმაზე არ არის ვერ იცნობ ქულებზე და მაგაზე არ არის შეჩემა
ხო, რო უყურებდი გამოვშტერდი შეჩემ ანუ. მართლა? მეხუთე კითხვა, მეოთხე და მეოთხეზე ხო მიხვდა ისედაც. მესამეზეც განიცდი და მეორეს. ბიჭო, მანდ გასატეხი არის რომ ვერ გამოვიცანი რაღაცა თორე ის კი არა რომ ვიგებდი ან არ ვიგებდი. სანამ ბოლომდე არ ჩავიდა ყველა რაუნდზე ეს. ბიჭო, ხო იმიტომ რომ გამიტყდა რა. მეორე რაუნდში რთული კითხვები იყო. ვერ ვიკაიფე მეორე რაუნდზე ხო, მურწალი რაუნდი იყო. ბიჭო, არა მუღამი ისაა რომ ის იყოს რა ქვია, გამოიცნო რა. ეხა იგივე წაგებული ფინალი დერბის. ხო, საწყენია შეჩემა, იქით მანქანაროა პრიზი და აქეთ არაფერი არაა და ესე რორჩები, არაფრის გარეშე რორჩები საწყენია, ასეა გამიტყდა. და მეორედ თუ რამდენი გაქვს დამუშევარი შესარჩევებზე სად იარე კახეთი იქ მოიარე ისა ეს თან მეორედ წავაგე ხო ეს ბოლომდე მივიდა შეჩემა ანუ ბოლომდე და ხო ნახე თან მეორედ წავაგე ხო პირველად როცა მანქანა იყო ისიც იგივე ტიპთან წავაგე ესეც გაბროსთან წავაგე მე კიდე ცალკე დამატებით ისაა რომ ერთი და იგივე ადამიანთან რომ ორჯერ მანქანა წავაგებ და შენ მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაგრამ ვითამაშე. არა, ნახე, არა, აი პრესინგთან პარალელს ვავლებდი რა. იქ მოვიგე და შენ გიყვი რატო ანერვიულდიო და რაღაც. თავარი იყო იქ ვერავირე კითხვა რაღაცა და ეგ გამიტყდა რა, თორე იმ მომენტში. ვიღადავეთ ხო და აქ თითქმის არაფერი არ იყო. რაზეც ეგრე გული დამწყდებოდა ორი იყო რა. ერთი რო ის პროსტა რო ყონოვლიანკა რო ვერ გავიხსენე. აი პროსტა რო რეალურად მოგებას დამაშორა მაგანში ჩემო რა აი რო დავფიქრდი ეს რა ერქვა იმ ჩემისას რა გვარი იყო ეს კარგი მოტყნული და თავში სიცარიელე მქონდა და ველჯან კითხვა ვერ დაიწყო და რომ მივხვდი რომ მაგაზე ბაზრობდა არ მახსოვდა გვარი და ვერ დავარტყი და გაბრომ დაარტყა მე და ყონოვლიანკა და ხო ყონოვლიანკა თქო ერთი იყო და მეორე ყურბან ბერდიევი რო თქვი ყურბანობის მაგივრად აი ეგ ორი იყო თორე არაფერზე ეს გული არ დამწყდა იმიტომ რომ კარგად ვითამაშე რა ცუდად არ ვითამაშე ნახოთ ძალიან კარგად ვითამაშე გაბრომა ძალიან მაგრად ვითამაშა და მაგიტო გამოვიდა ეგეთი კარგი თამაში და ეგეთი მაგარი ვიდეო და ეხა ნუ წავაგე რა ხდება არა უშავს მე რა ხო და მიუხედავად იმისა რომ ამაზე უნდა გავგიჟებულიყავი თქო ხო რომ დიდი სხვაობაა მანქანაზე არაფერს შორის და იქ მოგებული მქონდა ისეთ იქ უფრო მეტად იმიტომ გავგიჟდი რომ ვერ გამოვიცანი კითხვა თქო მაგის თქმა მე ვთხოვ ბედსონს კარგი შეჩემა მოიჭრა შემდეგ სეზონში დამარცხებულ ადამიანს კანჭის მენიუ 4 პერსონაჟზე რო გადასცეს ეს იქნება ძალიან ანუ დამატება იქნება იდეალური და თუ ერთი კითხვით წააგო და ცოტათი წააგო 8 პერსონაჟზე ხო და ანუ კანჭუ ჩალიჩო ფუჭო და ჩამიჯვა იმენო აი კაჭი ორჯერ თქვი უკვე შეჩემა და გაჩუქებულ თქვიო რაღაცო კანჭის იმაზე ხო მე ვაჩუქებენ უკვე რა გინდა შეჩემა იმდენ მუშკუ დაგწერს არა მე მგონი რომ ტატოს ესე კანჭი რო აწიოს ესე სოსისებით და ეს რო გადაიღოს ფოტო იქნება გახეთქავს ყველა რეკორდს მოხსნის გაბროს გადაუღო თასით და შენ კანჭი გეჭიროს და იქნება საუკუნის ფოტო ხორის ძვალზე რო კოცნი იმას რა ქვია აი მუშკუ დაგწერს 8 ლარიანი დონაცია ღვინო ჩამოდი საქართველოში და წავიდეთ ბაკურიანშიო ალბათ ღვინიაშვილს ანუ აქ ვიღაცა დაპატიჟა ჩვენ გარეშე ჩვენი გავლით ხო ჯიგარი ხარ ძმაო კეთილი ტროლი გწერს ჯანმრთელობას უსურვებ ადამიანს 20 ლარიანი დონაცია იყო უცნობი გწერს ბიჭო რაღაც სტრანად ბოდიში ეცემ სტრანად დაემთხო რაღაცნაირად ეგრე აეწყო იმიტომ საძმაკაცოშიც ესე ანუ რომ მივიდეთ კანჭი არას არ გვიჭამია რა სულ იყო ზირთად აი ჩვენ რაღაც საერთოდ კანჭი ხო და ჩვენთან იყო ანუ ზან 90-იანი წლების მაინც გაჭირვების გამოვლილი ხალხი ხინკალი არაყი ხინკალი კაბაბი არაყი აი იყო მაქსიმუმი კანჭი არც გიფიქრია ჩვენ შეჩემა რომ მივდივართ ხო იცი ჩვენი შეკვეთა არა ესენი შიგა აქვთ ამათო ესეთი მე არაფერი გამიგია აბა ისიც გაუსინჯოთ ისიც აბა აი რომ მიდიხარ ბიჭო იჭმება ხო მოდი ესეც არა ეგ უნდა მეთქვა იჭმება მაგრამ შეკვეთა არის ხოლმე იმდენი რომ აი როცა მივდივარ სადღაც ერთად რამდენჯერმე რო იყო რომ აი ვერ შევესწარი შეკვეთის პროცესს რაც არ უნდა მეთქვა ხო ბოლოს რო ვიყავით ახლა იმაში ყველაფერი შეკვეთილი გქონდა უკვე რაღაცა ეს იყო და ეს შეუკვეთეთ და ანუ ვიცოდი რომ რაც არ უნდა მეთქვა შეკვეთილი რატო რომ მოვიდა რაც გამახსენდა არაფერი არ მითხრა მეთქი ხარ აი ეს შეუკვეთეთ და ეს იმიტომ ყველაფერი შეკვეთილი გვაქვს ვაფშე აი რაც შეიძლება ადამიანის რესტორანში შეხა შეიძლება მოგინდეს
ყველაფერი იყო. ნებისმიერი რამ ტარხუნის პეროგი მოგინდა სიტყვა. აი არ იყო ხო ტარხუნის პეროგი. მაგრამ ხა მე არ მოგინდა. შენ იცოდი რომ მე ტარხუნის პეროგი არ მომინდებოდა. ხო, სიტყვაზე რაც შეიძლება. მე რაც შეიძლება მომდოებოდა ყველაფერი შეკვეთილი. დაჟე რაც არ ვიცოდი რომ მომინდებოდა, ეგ შეკვეთილი იყო. სოკო კეთზე. აუ სხვადასხვა უნდა ვთქვა, სასწაული რაღაცა. მაგ ხალხს ისე კუთნის რა, იმიტომ რომ საათ ჭამეთ ძალიან კაი იყო, ეგ ხო, ჩეხური ლუდის სახლი. ჩეხური ლუდის სახლში სოკო კეთს. საჭმელი ყველაფერი კაი იყო, ვაჟაზე. პირველ იანვარს გავედით, დავბოდიალობდით და არც ადგილი არ იყო და ვიფიქრეთ რომ აი 1 იანვარია და ეხლა ვინც მუშაობს, ალბათ სხვა დროს ხალხი არ დადის და მაგიტომ მუშაობს, შევედით. და აი არანაირი მოლოდინი არ გქონდა იმის რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი საჭმელი იყო, რაც მართალი ხინკალი არ იყო კარგი. პირველ დღეს კაი იყო, პირველ დღეს ჭამე. პირველ დღეს იყო ისე რა და მეორე დღეს არ ვარ. მაგრამ ხინკალი ყველგან უჭირთ. დანარჩენი უნდა თქვა რომ ყველაფერი იყო ისეთი კარგი და გემრიელი რომ ძალიან ასიამოვნები დავრჩით. სულ რო არ გევასებოდეთ, ჩემი და ბიჭების და ეხლა მე ჭამელი ხალხია, მე თუ არ დამეჯერება. სიტყვა გვეთქმის ნამდვილად. სოკო იყო. სოკო ხის სოკო. არა, ის სოკო კეთზე ბანძობა. ხამა სოკო რომ. ხო, ხის სოკო. ხის სოკო იყო ეს, ხო? გრილზე იყო ხის სოკო. ხო. გრილზე, სოკო გრილზე იყო, ხო? აუ, ეგეთი გემრიელი, არა თუ სოკო. ძალიან ბევრი რაღაც არ მიჭამია. ძალიან გემრიელი იყო, არა? აი, ვასახე მიიღე ეს. არა, რაღაც გამახსენდა და ისა. რა? და ძალიან ბოროტი ხუმრობა გამახსენდა მე ვთქვი იმაზე. ისე დროს შემოდის ქორწილში. აი არ თქვა ახლა. ხო, არა, ხო ხვდები. სოკო ისე დროს შემოდის თქო რა, ანუ მე რესოდ გძელდება. აი არ თქვა. ხო. გაგ დაამთავრე ხუმრობა, მაყურებელმა დაამთავრე. აი ხის სოკო უმაგრესია ჩეხურშიო გვეთამება ხალხი. კი. ძალიან მაგარია. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ყველაფერი გემრიელია, მაგრამ ეს იყო ეს მასწავლე. ქაბაბი იყო MVP ალბათ რა. ასეთ უფასო რეკლამა გავუკეთეთ. სოკო მე ძალიან სხვადასხვა ფასდაკლება გავუკეთეს მე მეორე მისვლაზე ეგეც მახსოვს რა. ჩემი აზრით სოკოს ვინც ჭამთ, მომავალში აუცილებლად გაგებინებენ თვითონ სოკოები პასუხს. შეიძლება. მაგრამ ეს ცოცხალი ხო არ არის მკვდარი. მე და სუპერ მარიოს მოგთხოვენ აუცილებლად პასუხს მაგაზე. მე მგონი რომ სოკო ძალიან underrated ეს არის საკვები, იმიტომ რომ იმდენნაირია და იმდენად მიყვარს ყველა რაც მიჭამი, აი სოკო არ მიჭამი რა მეთქოს და ნიყვი ნიყვზე, სხვადასხვა ნიყვი ცოტა overrated არის იმ სოკოებთან შედარებით, რაც იმერეთში მოდის. ანუ გემოებით რა, რაღაცები ძალიან ახლოს არის თუ არ ჯობნის რა. რამდენი არ გიჭამია რა. ხო. და ჰალუცინოგენი ნიყვი ეგრეთ ცალკე დგას, ანუ შენთვის? შენ ხარ რაჭველი და არიცი იმერეთში რებ მოდის კიდე. ფეხისო? უყურ ერთი ამას. ფეხისოკო არ მიჭამია. ფეხისოკო უყვარს კარანტინას. საჭირს ელავს ხოლმე მომენტებში და ანუ მე მეგონა რომ ჩვენ ეკრანი ატრაკებდა რა კამერის ბრალია ეგ ელვას რო აკეთებს. ალბათ. სად არის დირექტორი ტექნიკური? ძინავს ალბათ. აღადროს ეგა შიგა და შიგ რაღაცა შიგა აქვს იმას კამერას და ხო და მიკლივ არის გენიალური. ჩაფარამ დაწერა მარწყვილო. გააცინე და მოიგეში აფასად გამოხვიდოდითო. 1000 ლარად თუ მოვიგებდი ბოლომდე ხუჯერ გავაცინე. არბელოა გაამართლებს თქვენი აზრით თუ კლოპია მაინც საჭიროო? არბელოა გაამართლებს ჩემი აზრით. მაგრამ მაინც კლოპია საჭირო. არა, არანაირი კლოპი და არანაირი კლუჩი და რაღაც. არბელოა all the way. Team არბელოა. არბელოა თუ არ გაამართლებს ალბიოლი. მე ალბიოლი. თუ მოუგებს არბელოა ახლა იმ კლასიკოს თუ მოუგებს კამპნოუზე. მე იმედი მაქვს რომ ჰანსი ფლიკი ძალით წააგებს კლასიკოს იმისთვის რომ არბელოა დარჩეს და სანამ კლოპი უმშოვარია იქამდე როგორ არ გააკარონ ამ გუნდში ჩემ. იქ მე კლოპისამე დანიშნონ და ამაზე უკეთეს არბელოა თუ გინდა გაუშვან. ლივერპულის მე რეალი მოდის რა ყველა ვარიანტში. უცნობი გწერს არის მანჩესტერი ყველაზე დიდი გუნდი. მიკიტანი ვინაო? მიკიტანი არის ბიუმო. პროდ მაგის გვარის გამოთქმა ცოტა მიჭირს ხოლმე და ვიცინებ დაუძახა ხო? კნაო კიდე კნა. გაიელვა. 20 ლარიანი დონაცია ნინისგან. ძალიან კაი ხალხი ხარ და ორშაბათის სიმძიმე გადაფარეთ ჩემს ცხოვრებაში და მე ჯანმრთე ძალიან მიხარია ეგეთი რაღაცების გაგონება რა გავაკეთო რა. რა მეც მიხარია. სიმძიმის გადაგორება, აუ ბიჭო ძალიან
ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა აქვს, მე ხედავ ამ ქვეყანაში მენტალური რა, ანუ ბევრთან შეხება მქონია, ბევრს გაუზიარებია ჩემთვის და ეხლა მეც რო ვერ ვიყავი კარგად და რაღაც ჭირდება ხოლმე, თუნდაც ეს დარბაში სიარული, თუნდაც ბევრი რაღაც ის დათეცვენა და მივხვდი, რამხელ მნიშვნელობა აქვს გქონდეს ისეთი რამ ცხოვრებაში, რაც გადაგატანინებს ყურადღებას, გადაგატანინებს დროს, ხო? მეგობრები იქნებიან ეს, ვიღაცას არ ყავს მართლა. ვიღაცას მეგობრებიც არ ყავს ისეთი, ვინც კვერცხში დაუდგება და კონტენტი თუ გაქვს მით უმეტეს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩართო და უყურო. ეგ არის ძალიან მაგარი რა და მე არ მაქვს მიგნებული ეგეთ კონტენტისთვის ახლა კიდე თუ გადამატანინებს ვერაფერს ვერ უყურებ ჯერჯერობით ესე რა. მაგრამ ძალიან მიხარია თუ ჩვენ ვართ ეგ ხალხი, ვინც რაღაცას მაინც ვამსუბუქებთ ამ ძიმე ყოფაში, იმიტომ რომ საშინელი დროა. აი, ყველანაირად ხვდები, რომ ძალიან საშინელი დრო არის. კაცობრიობა გადავიდა ახალ რეჟიმზე, რომელიც აქამდე არ გქონდა გამოცდილი რა. ეს რაღაცა AI, ეს რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაცია, სოციალები, ესე ხარიშხალივით მოყრა ამ ყველაფრის და გამკლავება არის ძალიან რთული, ამდენ ნეგატივის და ამასთან გამკლავება კაცობრიობამ ჯერ არ იცის. ეს თან რადიო რეჟიმში ვართ მეგობრებო, ხანდახან ეთიშება, მაგრამ ჩვენი ხმა ისმის. ამიტომ ჩემთვის და ტატოსთვის და ჩვენთვის აი ესეთ სიტყვების მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საწვავი არასდროს არ გამოგველიოს და ძალიან დიდი მადლობა. ანალოგიურად ვიტყოდი თქვენზე, თქვენი აქ ყოფნა და თქვენი კომენტარები და თქვენი კარგი ხასიათი ჩვენთვის არის უდიდესი რამითაც ასევე ყურადღება გადაგვაქვს ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ხო, ეგ უნდა მეთქვა, რომ ჩვენც კალამაც აგერ ითქვა თავის დროზე და შეიძლება არ შეგვეტყოს ხანდახან, შეგვეტყოს, რა ვიცი, მაგრამ ბევრი პრობლემა გვაქვს ხოლმე ჩვენც და მათ შორის მენტალური ხასიათისაც და ბევრი რაღაც დაგვატყდა თავს ბოლო პერიოდში, ბევრი სიმძიმე იყო, ბევრი ცუდი სიტუაცია ძალიან დაუმსახურებელი თან აღმოჩნდა ჩვენ საწინააღმდეგოდ. ბევრი ცუდი რაღაც წამოვიდა, ასევე ძალიან დაუმსახურებლად ჩვენი მიმართულებით. და ხანდახან რთულია რა, ყველაფერს რო გავუმკლავდე და მაგიტო ის რომ მოვახერხოთ რაღაცნაირად თავი ხელში ავიყვანოთ და აქ დავუჯდეთ, თუნდაც აქ დავუჯდეთ და არ არის მარტო აქ დაჟდომას საუბარი, ზოგადად გავაგრძელოთ რაღაც კეთება, იმიტომ რომ ამის გარდა კიდე რაღაცებს ვაკეთებთ. ამ კუთხითაც გულისხმობ, ანუ კონტენტის კუთხით გულისხმობ, ძალიან რთულია და აი ეგ სიტყვები, რასაც გვეუბნებით ხოლმე, გვიადვილებს რა. რაღაცას ჩემს სულს გადავიღო ფოტო და რატო ესეც. არა. რა. ჩემს კები გადგას თავს. მარტო. დემონი. ტატო საკრკები. ცეჩი. ის მოუტანეთ რა ის ეშმაკის სამკაპირო. მართლა ეგრეა დო. ეს ათეისტი ეს ერკები ამო. აი, ხედავ. გამოგივიდა რკები. ზაგაი. შაკირა და საყვარერო წერს. რა შაკირა შეჩება, მაიცართ იცამ. რევს ვაპარაკობდი აქა და ამ რკებიო იმანისაო. რაღაცა გულახდილობის ის მქონდა შეჩება, ორწუთიანი მონაკვეთი კალასგან გადმოვიბირე რაღაცა გავაგზავნე. მიუტანეს. ჰადადა. ცოტა ეს აი კარგი ოდნო აი ეგ კარგია იდეალურია ანუ რა აგელოზი მომემობესი და ეგრე ვიждეთ ყველი გვერდში დგო მაიტა მოვიხურო ის სიტყვები რასაც ვისმენთ ხოლმე დადებითი სიტყვები ვაჰ ბიჭო ეს წუყითელი იყოს რა კაი იქნებოდა. ანისიც წითელი. ანის წითელი ხო. კაი არა უშავს. ეს შენ დაიჭირე შე მე რკები მაგ და შენ ეს იაჭირეს. დაი შენ. დაალა იქ ეს ტრიმი აქ რო გვიყურებ ვერ გავიგე ჰა? შენ ხო გავიწყდება თქო. მოხარშული მყავს მე ერთი ადამიანი. ინდოსეს აქ საჭირო ის არის. ხო და ის არის რა, ძალიან გვეხმარება ჩვენც ეს სიტყვები ხოლმე და ბევრჯერ მithქვამს ეს და ეხლა გავიმეორე. იგივე როცა ვინმეს პირადში მოუწერია, როცა ქუჩაში გაუჩერები ვარ და უთქვამს
ძალიან მნიშვნელოვანი არის ფიდბექი, ასე გადასაც ვიღებთ და ბევრი რაღაც პრობლემის გადალახვაში გვეხმარება ჩვენც. კი. არა 2000 კაცი ესე არ გიყურებს თუ არ უმსუბუქებ მართლა რაღაც იმყოფას და ორშაბათი მართლა ძალიან ის არის. ძიმე დღეა. ხო. ყველა ძიმე დღეა ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში. ორშაბათი მაინც ასოცირდება კიდევ უფრო მეტად ძიმეა. დასვენების შემდეგ. ხო, პირველი დღე სამუშაო. ახმელიაზე რო სამსახურში გადის ხალხი ეგეთ დღეა ხოლმე ხშირად და. ხო. მუდრიკი გაბროს უფრო გამოვადგა ვიდრე ჩელსის. ნაცაიგრე.